ამას ახლა საკმაოდ მსხვილი ძირი აქვს. კვებას მიიღებთ ამ პირველია. წამოვიდა წვენი გაზაფხულზე, პირველი აი ეს მიიღებს. ჭერეს, მერე ეს. და გავსხვილდება, რომ გადავჭრეთ. ამიტომ ტოვებთ აი ეს ხელდაუდებელს ამ შემთხვევაში და სამწუხაროდ აქ მეორედ მისულა გვიწევს ზაფხულში, რომ ან გადმოვწიოთ, ან მივაბათ, ან რაღაცა გავაკეთოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ძირიდან 43 გრადუსის დახრილობით. აი ესე რო დავაბათ, არ ექნება ეფექტი, მაინც იგივეს გააკეთებს აპიკალური დომინირება, რაც ახსენით წეღან ეს მცნება. 43 გრადუსის დახრილობით, დაახლოებით თავიზირთ. აი ამ მდგომარეობაში უნდა მიიბა. აქ რომ მქონდეს სხვა ტოტი ჰორიზონტალური, იმას ამოვიღებდი სიამოვნებით და იმას დავტოვებდი ალტერნატივას. ამიტომ აქ ტოტი გვჭირდება და უნდა მიიღეს. აი ახლო კადრითაც რო ვაჩვენოთ, რა განსხვავება სანაყოფესა და ვეგეტატიურ კვირთ შორის, რომ დაინახოს მაყურებელს. სანაყოფე, ვეგეტატიური. სანაყოფე არის გაბერილი, ცოტა მსხვილი დიამეტრის, ეს წამახვილებული, მხოლოდ ნაზარძია გადაწყვეტილი. 50 სანტიმეტრზე მოძებნით უახლოეს სანაყოფე კვირს დავამთავრებთ. ეს პატარა წვრილი ტოტები ძალიან კარგია ჩვენთვის, იმიტომ რომ გაზდაზე არ არიან ორიენტირებული, უფრო ხმაზეა. აქაც 50 სანტიმეტრთან, უბრალოდ დავაცალკევთ, მიბმა აღარ არის საჭირო, მიბმამ უკვე თავისი საქმე გააკეთა, ტოტები მოიყვანა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ამას ქვია მოლოზანა ტოტი, რომელიც ცხოვრებაში არ მოისხავს. მხოლოდ მიდის და მიდის ლიდერს, აი აქედან კონკურენციას უწევს ლიდერს. ზდაზე ორიენტირებული. ამიტომ ესეთები უნდა ამოვიღოთ ძირში.